გალტენ თაგარტი საფონდო ბირჟებზე ვაჭრობით დაინტერესებულებისთვის ახალ პროექტს ტრეიდინგის ჩემპიონატს იწყებს. ჩემპიონატი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს საფონდო ბირჟაზე საკუთარი ცოდნა და სტრატეგიები გამოსცადონ. ჩემპიონატი გალტენ თაგარტის სავაჭრო პლატფორმაზე gttrader.gz-ზე გაიმართება და 20 ოქტომბრიდან 22 ნოემბრამდე გაგრძელდება. ჩემპიონატის შესახებ კი მეტი დეტალის გასაგებად და თქვენი ინფორმირებისთვის დღეს საქმიან დილას სტუდიაში გალტენ თაგარტის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი დავით ნიშნიანიძე. მოვიწვიეთ. დილამშვიდობისა დავით. დილამშვიდობის. მადლობა ბრძანებისთვის. დავით, ახსნათ პირველ რიგში პირობა, ვის შეუძლია ამ ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება და შემდეგ უკვე რა ცოდნა და სტრატეგიების გამოცდა შეგვეძლება ჩემპიონატში. კი ბატონო, მოხარული ვარ, რომ მაქვს საშუალება ვისაუბრო კიდევ ახალ პროექტზე, რაც გალტენ თაგარტმა ჩავუშვით, რომელიც არის gttrader-ის ჩემპიონატი. პირობა ვეცადეთ რომ ძალიან მარტივი ყოფილიყო, შესაბამისად უფრო ყველასთვის გასაგები. ეს პროექტი, ამ პროექტში მონაწილეობა შეუძლია როგორც არსებულ ჩვენს კლიენტებს, ასევე ახალ კლიენტებს, შესაბამისად შეზღუდვები მან არანაირი არ აქვს და ასევე პირობა არის რომ ბუნებრივია უნდა გქონდეს ჩვენთან ანგარიში, უნდა შემოიტანოს $500 თანხა და დაიწყოს ვაჭრობა. თავიდანვე პლატფორმაში ბუნებრივია შეხსენების მაგასაც ვიტყვი რომ ხელმისაწვდომი არის ყველა ძირითადი ბრიჟა 50-ზე მეტი ბრიჟა დაწყებული ამერიკიდან, ევროპის, ლონდონის ჩათვლით, ასევე აზია, მცირე აზია და პროდუქტების თვალსაზრისითაც საკმაოდ მულტიპროდუქტიულია, როგორაც თქვა აქციები, ფონდები, CFD-ები, ოპციონები, შესაბამისად, ბონდებიც არის, მაგრამ ალბათ გამომდინარე იქიდან რომ უფრო მეტი მომგებიანობა უნდა დადოს, ვინც გაიმარჯვებს, ჩვენ არ მოვალეთ რომ ვიღაც პირობითად ბონდებით დაიწყებს ვაჭრობას, თუმცა პროდუქტების თვალსაზრისითად არ შეგვიზღუდავს ჩვენი მონაწილეები. გამარჯვებულები რახან ახსენ უკვე არის ჩამოყალიბებული გამარჯვების კრიტერიუმები დარწმუნებული ვარ და რაში მდგომარეობს ეს? გამარჯვებისთვის საჭირო არის აი ამ ჩემპიონატის ფარგლებში, რომელიც 20 ოქტომბრიდან 22 ნოემბრის ფარგლებში გაიმართება. დააფიქსირონ ყველაზე მაღალი მოგება, პროცენტული მოგება. საპრიზო ფონდი? საპრიზო ფონდი ჯამური არის $20,000, თუმცა პირველ ადგილზე გამარჯვებული მიიღებს $10,000, მეორეზე $5,000, მესამეზე $3,000, ხოლო ორი აქტიური ტრეიდერი მიიღებს $100,000. თავარი გამარჯვების კრიტერიუმი. საწყისი კაპიტალი რა არის, რითიც შეგვიძლია რომ ჩემპიონატში ჩავერთოთ? $500 არის საწყისი კაპიტალი, რითაც შეუძლია რომ კლიენტს უკვე დაიწყოს მონაწილეობის მიღება. ანუ ერთი გამარჯვებული არ გამოდის, ამის თქვა მინდოდა და რეალურად ეს არ არის ის რომ ერთმა ადამიანმა, ვინც ყველაზე კარგი შედეგი დადო, რასაც ვცანებ, იქ შეიძლება კი არა და იქნება რამდენიმე გამარჯვებული ერთად. კი, ჯამში 5 გამარჯვებული გვეყოლება. და 5 გამარჯვებაზე გადანაწილდება $20,000. დავით, 22 ნოემბერი არის ის თარიღი, როდესაც გამარჯვებულები გვეცოდინება. თუმცა აი ჩემპიონატის მონაწილეობის პერიოდში აი ტრეიდერების შედეგები რომ აი შევადარო და შესაძლებლობა მქონდეს ონლაინ ვადარო, აი რა ხდება იმ წუთში ბირჟაზე. ამის შესაძლებლობას თუ მაძლევს პლატფორმა. ანუ ტრანსპარენტულობა ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ახლა ამ ნაწილში მით უმეტეს კონკურსი არის და ჩემპიონებს უბრალოდ მონაწილეებს აინტერესებთ სად არიან, შესაბამისად ყოველ 20 საათში გვექნება მაგის საშუალება რომ ლიდერბორდი ვაწარმოოთ, ეგრეთ წოდებული, სადაც გვექნება ესე რომ ვთქვათ სია თუ ვინ არის მოწინავე ადგილებზე. შესაბამისად ექნებათ ხედვა ყველას თუ ვინ როგორ ესე რომ ვთქვათ რა ადგილზე არის, რომელ ადგილზე არიან ჩემპიონატის ფარგლებში. მე მინდა მაინც უფრო დეტალურად ჩავშალო ჩემი კითხვიდან გამომდინარე თემა და მიზანი გალტენ თაგარტის მხრიდან ამ პროექტის გამოწყებისა. ანუ მოდი ესე კითხოთ. რა მიზნის მიღწევა აქვს სულ? ყველაფრით ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და შემდეგ სხვა თემებიც. კი ბატონო, ეგ ჩვენთვის ძალიან სენსიტიური საკითხია, ბევრჯერ გვისაუბრეთ თქვენთან სტუდიაშიც. ყველაზე მნიშვნელოვანი მე რომ მკითხოთ არის ცნობადობის ამაღლება. გარდა იმისა, რომ ბუნებრივია პირადი ბენეფიტიც შეუძლია რომ მონაწილეს მიიღოს, მათ შორის ბუნებრივია მატერიალური სახით. მაგრამ ცნობადობა არის ის, რისი მიღწევაც გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტმა საქართველოს მოქალაქემ გაიგოს თუ რა არჩევანი აქვს. და ეს არის თქვათ კაპიტალის ბაზრებზე ვაჭრობა სხვადასხვა ინსტრუმენტები და სხვადასხვა პროდუქტები. მე მგონი რომ ყველაზე მეტი წარმატების საზომი ეს იქნება აი ამ პროექტის
ბუნებრივია დაინტერესება საკმაოდ მაღალი არის. აქაც რეალურად ყურადღების ცენტრში ვართ და რეალურად ჩვენ შევარჩიეთ აი საინტერესო პერიოდი, ხო? იმის ფონზე, როცა ვთქვათ, ოქროს ფასი, ვერცხლის ფასი უკვე მაქსიმუმზე არის, იმის ფონზე, როცა აქციების ბაზარი უკვე გაზრდილი არის, აი ეს პერიოდი რეალურად არის შედეგების გამოცხადების პერიოდი, როდესაც კომპანიები უკვე აცხადებენ შედეგებს, უკვე დაწყებულია კიდევაც აი ამ კვირაში დიდმა ბანკებმა, Goldman Sachs-მა, JP-მ უკვე დაიწყო თავის შედეგების გამოცხადება და რეალურად აი ეს პერიოდი არის ზოგადად სადაც ხდება ხოლმე ვოლატილობა და ვოლატილობა კიდევ ძალიან კარგად გამოსაყენებელი არის ტრეიდერების შესაბამისად აი ეს პერიოდიც განგებ დავამთხვეთ შედეგების გამოცხადებას რომ ტრეიდერებმა მიიღონ აქედანაც თავიანთი ბენეფიტი და ბუნებრივია სარგებელი და ყოველს წარმატებას უსურვებ აი ამ პროექტში მონაწილეებს. ანუ ეს ინიციატივა გალტისგან არ არის მხოლოდ რაღაც შეჯიბრი, თუ შეიძლება რომ ესე დაერქვა სამ ჩემპიონატს, ეს არის უფრო მეტად ცოდნის გაღრმავების გამოცდილება და ალბათ იმ შესაძლებლობების გამოცდა საკუთარი, რაც საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე შეიძლება რომ მივიღოთ. და ჩემი აზრით კიდევ ცნობადობის შემდგომი ამაღლება, რაც დავითმა ახსენებ, ძალიან. და დარწმუნებული ვარ, ალბათ 1-2 კარგ ტრეიდერსაც აღმოვაჩენთ, რომელსაც შეიძლება ჩვენზე უკეთესად ეცოდინოს კაპიტალის ბაზრები, ესე რომ ძალიან ოპტიმისტურად უყურებთ პროცესს. ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რა შეფასებას აძლევთ? ანუ თითქოს გარშემო ბევრი გარემოებები დავით შვიდდება, მაგრამ რეალობას ეს შემთხვევაში ბაზარზე არ ითარგმნება. ბაზარმა ერთის თუ გამოიმუშავა გარკვეული იმუნიტეტი, ბრყევებთან დაკავშირებით ეს ჩანს და გასახარიც არის განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე კვირის თუ უკვე თვეების განმავლობაში არა, მაგრამ მეორეს მხრივ რახან ახსენეთ ოქროს და ვერცხლის ფასის ისტორიული მაქსიმუმი, ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, რომ ინვესტორებისთვის ამ მიმართულებით ფულის ჩადება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ისინი ფრთხილობენ. ეს არ ყოფილა არასდროს ოქრო და ვერცხლის მიმართულებები, სადაც ესეთი ცხოველი ინტერესი იყო, რაც ბოლო პერიოდში ხდება. თქვენი შეფასება რა არის? ხო, მოლოდინები რეალურად მაქსიმუმზე არის ოქროც, ვერცხლიც, ფასიანი გაღლდებით, ბონდების ბაზარიც საკმაოდ მიმზიდველი არის, მანამ სანამ პროცენტების შემცირება დაიწყებოდა და რეალურ ჯამში, ანუ რეალურად საინტერესო სურათი არის ყოველთვის ინვესტირებისთვის. ჩემი სუბიექტური გადმოსახედიდან არ არსებობს სწორი დრო, როცა შეიძლება რომ ინვესტირება დაიწყო, ყოველთვის უნდა იყოს ბაზარზე ეგრეთ წოდებულად და უნდა მოახდინო ინვესტირება, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა იყოს ბუნებრივია თანმიმდევრული. თუ რომ ვერასოდეს ვერ გამოიცნო, ძალიან რთული არის რომ გამოიცნო რეალურად აი მაღალი ეგრეთ წოდებული შესulis და გამოსulis წერტილები. ესე რომ მნიშვნელოვანი არის თანმიმდევრულობა, მნიშვნელოვანი არის ის რომ არ გამოვრჩეს თქვათ რომელიმე ესეთი კარგი დღე, თუნდაც იმიტომ რომ დღევანდელ დღეს მათ შორის აქციების ბაზარზე აი ამ ნიუსებიდან გამომდინარე ვოლატილობაც საკმაოდ მაღალი არის. რაც ადრე პირობითად ეგრე არ იყო. დღეს შეიძლება ნახო რომ თუნდაც შედეგების გამოცხადების შემდეგ აქცია რაღაცა ავარდეს 10%-ზე, 15%-ზე. ადრე კიდე უფრო სტაბილურად მიდიოდა. თუმცა ახალი სექტორები შემოდის, ხელოვნური ინტელექტი თავის აშვება, ჰაიპიც რაღაც ნაწილში ემატება და ეს საერთო ჯამში რო აიღო, მოკლედ ერთი არის თქვა რა ტრენდი არის და ტრენდს გაყვები თუ არ გაყვები და მეორე ნაწილი არის თქვა რომ აი ინვესტირების პროცესში თქვა რა სტრატეგიას აირჩევ. გრძელვადიან სტრატეგიაში შეიძლება ტრენდი იმდენად არ გაითვალისწინო, რამდენად უფრო ფუნდამენტური მახასიათებლებით ითეული კომპანიაც. ესე რომ მაინც ინდივიდუალური მიზნებიდან გამოდის ხოლმე ადამიანი, როდესაც ინვესტირებას ახდენს ამა თუ იმ ინსტრუმენტში და კიდევ ერთხელ მოკლედ ეს ჩემპიონატი მაგის საშუალებას მისცემს, რომ თავიანთი ესე რომ ვთქვათ, კარგი მხარე გამოაჩინონ ტრეიდერებმა და გამოიყენონ ბაზარზე არსებული ვოლატილობაც. მოსანიშნია 20 ოქტომბერი. დიახ, 25 ნოემბერს გამოვავლენთ გამარჯვებულებს ოფიციალურად. წარმატებები. გამარჯვებულად თანეთად გელი ჩვენთან სტუდიაში საუცხლებლად და მიმდინარეობაც გაგვაგებინეთ, რამდენად საინტერესო იქნება. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ვაჭრობის ტალანტები გამოჩნდებიან ასპარეზზე. იმედი გვაქვს. წარმატებებს უსურვებთ გალტენ ტაგარტსთან. მადლობა მობრძანებისთვის დავით ნიშნიანიძეს, გალტენ ტაგარტის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელს.